ზევით აუცილებელი აღარ არის, თუმცა იქ იქნება. ბორუხ პიოტრი მოემზადოს. დასაწყისში და შემდეგ დასასრულისთვის უბრალოდ კლაქსონს დავასიგნალე. Balda Piotri moemzados. Balda Tanush midi es sheamotsme. Moguianebit. გამარჯობა, მოგესალმებით. მე პიოტრ ბორუხი ვარ და ჩვენ ვიმყოფებით პოლონეთის ჩემპიონატზე, რომლის მთავარი სპონსორიც არის კომპანია Lebralers. დღეს ვართ სექტორზე, სადაც პირველი გასვლა მოვიპოვე და პიოტრ ბალდასთან ერთად, რომელიც კროსნადანაა, ფიქრობ, კარგად წარმოვადგენთ პოლონეთის გრან-პრის მონაწილეებს. ვიმედოვნოთ, ასე იქნება. თევზებით ალღავენ, ასე რომ რაღაც ხდება, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ასე რომ გვიჭიროს თითები და შეხვედრამდე. გორი როგორ მუშაობს? გადამარჩა. გასლები ჩხუბია. რა გძელია. გასლები ჩხუბია. ეს სტრაფია. შეიძლება წავიდეს. საჯი. არის მაგრამ მარმარილოა რა ლამაზია შეხედე მაგრამ დაბრუნება თევზი თევზი არის
წმინდანებო, ერთს მოწევდით. თხოვთ 2. დიახ, ძვირფასო წმინდანებო. სექტორში საუკეთესო ადგილი იყო. თავიდანვე ნათელი იყო, რომ აქ თევზის დაჭერა შეიძლებოდა. ახლა უკვე ნამდვილი დევნა დაიწყება. ცალ-ცალკე თევზებს შევაგროვებთ და ნამდვილად აღარ გექნება 20-მდე, მაგრამ თუ 2 იქნება, ესეც სიხარულია. ხო, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ასე იქნებოდა. სინამდვილეში ასეა. ეს უკვე იყო, თითქმის ასე იყო ალბათ. ბევრი თევზი გამექცა, მაგრამ ვცდილობდი რაღაც მაინც ამეყვანა. მულტილარვა, გოლიადი, სამიანი. გონია, რომ ძალიან პატარა კაუჩი მქონდა, იმიტომ რომ ბევრი თევზი მაინც გამექცა. მაგრამ რა გაეწყობა? ვფიქრობ, რომ ეს სექტორში პირველი ადგილი იქნება ამ მომენტისთვის მაინც. და შემდეგ რა იქნება? მაშ გადავიდეთ, ვნახოთ, ცოტა ვიბოდიალოთ. კარგი, დანიელ, გააგრძელე. ვიწყებთ მეორე ტურს. პირველში 2 თევზის დაჭერა შევძელი. ჯერ კიდევ მიხარია, რადგან სექტორი ძალიან რთულია, ძალიან ცოტა თევზია. წყალი ჯერ კიდევ პირველი ტურის დროს ბინძური იყო, ნაწევის შემდეგ. წყლის დაშვების შემდეგ. მოკლედ, ვიწყებთ მეორე ტურს. ვნახავთ, როგორ წავა საქმე. მინდა, რომ თითოეულ ტურში თევზი დავიჭირო და ყველაფერი კარგად უნდა იყოს. აქ ჩამოვედი შეჯიბრებისთვის ის მიწაზე, პოლონეთის ფლაგურში. ძალიან რთულია თევზაობა, რადგან ეს წყალი მთელი ამ დროის განმავლობაში ბუნებრივად არ მიედინება, არამედ კაშხლიდან უშვებენ. სანამ თევზები მიეჩვევიან რომელიმე ადგილს და დაიწყებენ ჭამას, შეჯიბრის დრო უკვე გადის. ეს არის შესაძლებლობა ყველა ადგილის შეცვლის. ძალიან რთულია შემდეგ განსაზღვროს, სად შეიძლება იდგნენ ეს თევზები. მაგრამ ვეძებ დაჩრდილულ ადგილებს, სადაც დინება ნელდება, სადმე ქვა, რომელიც ცოტათი აჩერებს ამ წყალს. არის შანსი, რომ სადღაც რაღაც გაჩერდეს, ამიტომ მინდა ამ ადგილს შევუტიო. აქ გვაქვს კარგი ნაკადი თევზი, ცოტა უფრო მშვიდი წყალი, მაგრამ ეს უკვე მესამე ტურია, ასე რომ დარწმუნებული ვარ, ვიღაც აქ უკვე იყო. თუ აქ რამე იყო, ან დაიჭირეს, ან დააფრთხეს. მნიშვნელოვანია სიმშვიდე. ლებროლირზის ბოლოს. ამჟამად მოახერხე 4 თევზის დაჭერა, რაც ალბათ კარგი შედეგი იქნება ამ ტურში. ახლა უკვე ახალ რაღაცებს ვამოწმებ შემდეგი ტურისთვის, რომ შევძლო თევზების გაკვირვება. ასე რომ გვიჭიროს თითები ბოლომდე ვიბრთვით. ამინდი ხელს გვიწყობს, ბიჭებთან ერთად კარგად ვერთობით, თევზები იჭერია. ასე რომ მე გავრბივა, რომ ბოლომდე ნახოთ მთელი მასალა. ჯერჯერობით. დაწყება. კიდევ ერთი კვიეცინსკი. თევზი.
არა, საჯი. არ მჯერა. საჯი. ცხოვრების თერზი. ორა პატარა. მაგრამ ქულა ისეთივე როგორც 50-იანზე. და განწყობაც მაშინვე უმჯობესდება. ერთზე საწკენია ის ერთი და კარგული. იმ თევზით ალბათ ბევრად უკეთესი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ყველას უარდება, ასე რომ დროა ისიამოვნო იმით, რაც გაქვს. გულიცადად მივესალმებით პრეზიდენტ ადამ ხმელოვსკის, რომელიც ჩვენს დახურვაზე ჩამოვიდა. დიდი ტაში. დიდი მადლობა ყველას ასეთი მრავალრიცხოვანი მონაწილეობისათვის. ფიქრობ ორგანიზაციულად როგორც ყოველთვის, კარგად გამოვდექით, ხომ ასეა. ყველაზე დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, სპონსორებს კომპანია Liberal-ში. ადამ ხმელოვსკის და მატეუშ ოკონისთან ერთად. დიდი მადლობა მთავარ მსაჯებს ბატონ კრიშტოფ როდნისკის და ბატონ ანჯეი ტარაშუკს, რომ ასე კარგად ჩაატარეს ეს შეჯიბრი. შედეგები მუდმივად ახსდებოდა. დიდი მადლობა კლუბის პრეზიდენტს მარჩინ ბუჩკოს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთადაა. შეჯამებისკენ გადავდივართ. პირველი ექსეულის შედეგებს მთავარ მსაჯს კრიშტოფ როდნისკის წარმოგვიდგენს. პირველი ადგილი. პოლონეთის ჩემპიონობის ტიტული. ვეკარსკიეს სპინისკოვიეც ბრჟეგუ. იმარჯვებს ლუკაშ დერინგი. ზუთი ოკრუგი ჟელონე გურაში. მეორე ადგილი. ლუკაშ პანასი. ზუთი ოკრუგი ვროცლავში. მესამე ადგილი და პოლონეთის მეორე ვიცე-ჩემპიონის ტიტული. ტომაშ პოდპროგი, ზუთი ოკრუგი კროშნოში. მეოთხე ადგილი. მარცინ რომანჩუ. ზუთი ოკრუგი პეტოვიცაში. მეხუთე ადგილი. მატეუშ ოკონი, ზუთი ოკრუგი ვროცლავში. მეექვსე ადგილი. ტომაშ სბენდნარჩიკი, ზუთი ოკრუგი ვროცლავში. გილოცავთ. თხოვთ პრეზიდენტი მოვიდეს.
მოგესალმებით, აქ ლუკა შტერინგი გესაუბრებათ. ახლა ხან დავასრულეთ პოლონეთის ჩემპიონატი, რომელიც კომპანია Liberal-მა ბიშჩიცას მდინარესთან ორგანიზება გაუწია. ძალიან რთული 2 დღე თევზაობაში. პირველ დღეს მე ვთევზაობდი სექტორში. ძალიან სწრაფი წყალი, ძალიან რთული პირობები. მიმდევრული და მძიმე თევზაობამ შედეგი გამოიღო. სექტორში მეორე ადგილი დავიკავე, Brest სექტორი. სრულიად განსხვავებული წყალი, მდინარე გადანაწილებულია ბარიერებით. თევზები ძალიან მჭიდროდ იყვნენ თავმოხრენი გარკვეულ ადგილებში. ან კიდევ საჭირო იყო პატარა თევზების დაჭერა ძალიან სწრაფი, ჩქეფარე წყლიდა. სილიკონით ბრუნვადი ბადით. საბოლოოდ დღეს სექტორში პირველი ადგილი დავიკავე, რამაც მომიტანა 3 სექტორული ქულა და პოლონეთის ჩემპიონატის მედალი. ორჯერ გამოვიწვია სექტორი, სადაც რეალურად ყველაზე ნაკლები თევზი იყო. ისინი ძალიან კაპრიზულები იყვნენ. არ სურდათ ჯამა. მოწინააღმდეგეობა ძალიან ძლიერი იყო. მეგობრებმა ძალიან კარგად ითევზავეს. ღონისძიება კარგად იყო ორგანიზებული. ფიქრობ უმაღლეს დონეზე. შეიძლება მადლობა გადავუხადოთ კომპანია Liberal-ს ასეთი კარგად ორგანიზებული პოლონეთის ჩემპიონატისთვის. მივახციე მესამე ადგილს, ანუ პოლონეთის მეორე ვიცე-ჩემპიონის ტიტულს. შეჯიბრების ორგანიზება შესანიშნავი იყო. მდინარე ულამაზესია. შეიძლება წყლის დონის მერყეობის გარდა. თევზები საკმაოდ აქტიურები იყვნენ. თევზის ხელოვნური გამრავლებაც შესანიშნავად ჩატარდა. ფიქრობ, შეჯიბრება წარმატებული იყო. მესამე ადგილი ნამდვილად ღირსეული შედეგია, მით უმეტეს ასეთი დონის შეჯიბრებაში, როგორიც პოლონეთის ჩემპიონატია. თევზაობა საკმაოდ რთული იყო. იმიტომ რომ წყლის დონის შეჯიბრების დაწყებამდე 1 საათით ადრე აიწია. და თევზები პირველ ფაზაში საკმარისად აქტიურები არ იყვნენ. ძირითადად რბილი სათღვარებით ვთევზაობდით. ტვიჩინგის მეთოდი შესანიშნავად მუშაობდა. უფრო დიდი ბრუნვადი სათღვარები. ამ შეჯიბრების დონე ძალიან მაღალია, რადგან აქ მონაწილეობენ პირველი ლიგის და ყველა ოლქის ჩემპიონები. ეს იყო 2 დღე სერიოზული კონკურენციის. ყველაფერი ძალიან წარმატებულად წარიმართა. სტატისტიკის მხრივ, სუსტად 76 მონაწილე გამოვიდა სტარტზე. სულ დაიჭირეს 1262 თევზი. საუკეთესო აღმოჩნდა სექტორი და სექტორები. ამ სექტორებში დაიჭირეს ყველაზე მეტი თევზი. დიდი მადლობა ორგანიზატორის სახელით მონაწილეებს, სპონსორებს, სასტუმროს პერსონალს და ყველას, ვინც თავისი თვლილი შეიტანა იმაში, რომ ეს შეჯიბრი წარმატებით ჩატარებულიყო. ასევე ვულოცავ ყველა გამარჯვებულს და დაჯილდოებულს. დილა მშვიდობისა!